მინდა 64-ში მოხდე. ასე ახსნა ტრამპმა Fox-ისთვის ერთ-ერთ მიცემულ ინტერვიუში მისი мотивация დაასრულოს რუსეთ-უკრაინის ომი. და მიზნის მისაღწევად ოვალურ კაბინეტში დაბრუნების შემდეგ ის აქტიურად თაფლაკვერის და მათრახის მეთოდს იყენებს. უკრაინის შემთხვევაში, რომლის პოზიცია იანვრისთვის ყრიმის გარდა ყველა დანარჩენი ოკუპირებული ტერიტორიების სამხედრო ძალის გამოყენებით დაბრუნებას ითვალისწინებდა, მათ ხარმა თებერვლის ამერიკის და უკრაინის პრეზიდენტების ვაშინგტონში სკანდალური შეხვედრის სახით, სადაც ტრამპი ამტკიცებდა, რომ ზელენსკის საჭირო კარტები არ ჰქონდა და შემდგომ ამერიკის სამხედრო დახმარების შეჩერებამ შედეგები უცებ მოიტანა. უკრაინამ შეცვალა პოზიცია და ფრონტზე არსებულ პოზიციებზე ცეცხლის შეწყვეტის იდეას დაეთანხმა. რუსეთის მიმართებაში კი ტრამპმა თაფლაკვერის მეთოდი აერჩია. ცნობილია, რომ ტრამპს პუტინის მიმართ დიდი სიმპათიები აქვს და ჰქონდა ყოველთვის. ტრამპი დაინტერესებულია რუსეთთან ეკონომიკურ და პოლიტიკურ თანამშრომლობაში, რომელიც ვაშინგტონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩინეთთან სტრატეგიული დაპირისპირების კონტექსტში. ამის გათვალისწინებით, ტრამპმა პუტინისთვის ბადენისგან განსხვავებით, გაცილებით კარგი პირობები შესთავაზა. ცეცხლის შეწყვეტა ტერიტორიული დათმობების გარეშე, ეკონომიკური სანქციების მოხსნა და საერთო თანამშრომლობის პროექტები. მაგრამ ამის მიუხედავად პუტინი უკვე 9 თვის განმავლობაში არ თანხმდება ამერიკელების გეგმას და ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებზე იმის შესახებ თუ რა უნდა მოხდეს საომარი მოქმედების შეწყვეტისთვის, პუტინი თითქმის ყველა ინტერვიუში ეგრეთ წოდებულ თავდაპირველ მიზეზებზე საუბრობს. მაგრამ არავის ესმის რა არის ეს თავდაპირველი მიზეზები. კრემლს ამის შესახებ ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს. ზოგი ოფიციალური პირი ნატოს სარგაფართოების გარანტიებზე და უკრაინის ტერიტორიაზე ნატოს ქვეყნების სამშვიდობო მისიების მიუღებლობაზე საუბრობს, ზოგი რუსულენოვანთა უფლებების დაცვაზე და რუსული ენის უკრაინის ოფიციალურ ენად აღიარებაზე, ზოგი დონეცკის, ლუჰანსკისა, ზოპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ტერიტორიების დათმობაზე, ზოგი მარტო ლუგანსკზე და დონეცკზე საუბრობს. გასაგებია, რომ იდეალურ ვარიანტში კრემლს ყველა ამ პირობის დაკმაყოფილება სურს, მაგრამ პრიორიტეტები ყოველთვის იცვლება. და ბოლო დღეებში კრემლმა განსაკუთრებული ყურადღება დონბასის რეგიონიდან უკრაინული ჯარების გაყვანაზე გაამახვილა. 9 თვის განმავლობაში რუსეთი ატარებდა ამერიკის პრეზიდენტის არ გაღიზიანების პოლიტიკას. ქმნიდა მშვიდობის მიღწევის მცდელობების ილუზიებს, რათა ტრამპი სამშვიდობო პროცესში შეინარჩუნოთ და დრო გაეწელათ. ეს დრო კი რუსეთი დონბასის რეგიონში შეტევისთვის გამოიყენა. იარაღისა და ცოცხალი ძალის ნაკლებობის პირობებში უკრაინელები იძულებული გახდნენ ზოგ რაიონში უკან დაეხიათ. ახლა ბრძოლები დონბასის მნიშვნელოვანი ქალაქ-ფორპოსტებისთვის, კუპიანსკისთვის და პოკროვსკისთვის მიმდინარეობს. სამხედრო ექსპერტების სრული უმრავლესობა მიიჩნევს, რომ რამდენიმე თვეში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება თუ არ დაიდო, რუსეთი ამ ქალაქებზე სრული კონტროლის დამყარებას მოახერხებს. 9 თვის განმავლობაში ეგრეთ წოდებული cat-and-mouse-ის თამაშის შემდეგ 27 აგვისტოს ტრამპმა რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად პირველი ნამდვილი ნაბიჯები გადადგა, რასაც ინდოეთს 50%-იანი ტარიფები დაუწესა. მნიშვნელოვანი გვესმოდეს, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის მიერ რუსული ენერგორესურსების გამოყენების შემცირების ფონზე ინდოეთი რუსეთისთვის ნავთობის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო ბაზარი გახდა. ინდოეთი ნავთობს ყიდულობს, რაც რუსეთს ომის გაგრძელების დამატებით ფულს აძლევს, მაგრამ კი ამ ნავთობს ამუშავებს და ნავთობპროდუქტებს ყიდის. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ჯერ განაცხადა, რომ რუსეთის ნავთობის შეწყვეტილებას გააგრძელებდა. მაგრამ ტრამპის თქმით, ხუთშაბათს გამართული სატელეფონო დიალოგის შედეგად მოდი არ იყიდის ნავთობს რუსეთიდან, ციტატა, რადგან მასაც უნდა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება. ამაში ყოფილა საქმე. იქამდე არ უნდოდა. ამის მიუხედავად 24 ოქტომბერს ინდოეთის კომერციის მინისტრმა განაცხადა, რომ ინდოეთი, ესეც არის ციტატა, ინდოეთი თავთან მიდებული პისტოლეტით ხელშეკრულებებს არდებს. ინდოეთი აგრძელებს რუსული ნავთობის შესაძლებლობებს. ამისთან პარალელურად დაიწყო საუბარი ამერიკული ტომაჰავკების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ. ტრამპი აცხადებდა, რომ განიხილავდა ტომაჰავკების უკრაინისთვის გადაცემას, რადგან პუტინს ომის შეჩერება არ სურდა. ტომაჰავკი ამერიკული ფითოსანი რაკეტა, რომლის გამოყენების რადიუსი როგორც წესი 1600 კილომეტრს, ხოლო ზოგ მოდიფიკაციაში 2500 კილომეტრს აღწევს. მართალია, რომ უკრაინასაც აქვს დრონები, მათ შორის უკრაინული წარმოების ფლამინგოები 3000 კილომეტრიანი გამოყენების რადიუსით, მაგრამ მაგალითად ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თათოსვის შემთხვევაში დრონს შეუძლია მარტო დროებითი ზიანის მიყენება. რემონტი დაახლოებით 3-4 კვირის განმავლობაში გრძელდება, რის მერეც ქარხნები ისევ აგრძელებენ წარმოებას. უბრალოდ სრული სიმძლავრით არ მუშაობენ.
ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე ქარხანა უკრაინული დრონების თავდასხმის ობიექტი რამდენიმეჯერ ხდება. დრონების გამოყენებით უკრაინელებმა რუსეთში ბენზინის დეფიციტი უკვე გამოიწვიეს. ტომაჰავკების გამოყენებით რუსეთის ნავთობის გადამამუშავების სექტორზე ზეწოლა უფრო მეტად გაიზრდებოდა, რადგან დრონებისგან განსხვავებით ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სრული განადგურებისთვის სულ რამდენიმე რაკეტა სჭირდებოდა. დრონებს კი, როგორც უკვე ვთქვით, უმეტესწილად მხოლოდ ზიანის მიყენება შეუძლიათ. ასევე ტომაჰავკების გამოყენება გაცილებით ეფექტიანია სამხედრო ობიექტებზე თავდასხმისას. ჩვენამდე ოქტომბრის ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ტომაჰავკების საკითხი გახდა. მაგრამ მიუხედავად შეხვედრის ღია ნაწილის დროს გამოხატული თითქოს ურთიერთგაგებისა, Financial Times-ის ინფორმაციით, შეხვედრის დახურული ნაწილი დაძაბულ ატმოსფეროში ჩატარდა. ტრამპი ისევ მოითხოვდა რუსეთისთვის ტერიტორიულ დათმობებზე წასვლას, ანუ დონბასის რეგიონიდან ჯარების გაყვანას, რაც რუსეთის მოთხოვნა არის, მაგრამ შემდეგ დღეს ჟურნალისტების კითხვაზე თუ რამდენად შეესაბამებოდა ეს ინფორმაცია რეალობას, ტრამპმა განაცხადა, რომ არასდროს უთქვამს ზელენსკისთვის დონბასი დაეტოვებინა. ამის მიუხედავად ტრამპმა ტომაჰავკები არ გადასცა. ამის ნაცვლად მან პუტინთან ბუდაპეშტში შეხვედრა დაანონსა. და ევროკავშირის რიმა ქვეყანამ სამიტისთვის შერჩეული ადგილის უკმაყოფილება გამოხატა, რადგან როგორც ეს ლიტვას საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, პუტინისთვის ევროპაში ერთადერთი შესაძლებელი ქალაქი ჰააგა არისო. გამოიჩინა თავი ამერიკის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმაც კაროლინ ლევიტმაც, რომელმაც ჟურნალისტის კითხვაზე ვინ აერჩია ბუდაპეშტის სამიტისთვის, უპასუხა დედა შენმა აერჩიაო. ტრამპს ანკორეჯის უშედეგო შეხვედრის გამოსცემების განმეორება არ უნდოდა. ამიტომ მარკო რუბიოსა და ლავროვს დაებარათ ბუდაპეშტის სამიტისთვის ქვეყნების წინასწარი პოზიციების შემუშავება. ამისთვის ჯერ მათი შეხვედრა უნდა შედარებული იყო, მაგრამ პირველივე სატელეფონო დიალოგის შედეგად აღმოჩნდა, რომ რუსეთის პოზიცია ისევ უცვლელი დარჩა. ამის შემდეგ ტრამპმა ბუდაპეშტის სამიტის გაუქმებაზე განაცხადა და რუსეთის წინააღმდეგ პირველად სანქციები დააწესა. კერძოდ რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სანავთობო კომპანიები, როსნეფტი და ლუკოილი დაასანქცია. ასევე ამერიკამ რუსეთი ტერორიზმის სპონსორის ქვეყნად აღიარა და უკრაინის არსენალში არსებული ამერიკული იარაღის გამოყენების შეზღუდვები მოხსნა. ყოფილმა რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა, რომ სანქციებით დაწესებით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ომი გამოაცხადეს რუსეთს. პუტინმა კითხა, რომ სანქციები რუსეთისთვის საშიში არ არისო, მაგრამ ამავდროულად მტკივნეული იქნებაო. რაც შეეხება სანქციების შეფასებას, როსნეფტისა და ლუკოილის როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი სანავთობო კომპანიების დასანქცირებას, რუსეთისთვის ფინანსური ზარალი, რა თქმა უნდა, მოყვება. მაგრამ ის არ იქნება კრიტიკული. ანუ რუსეთს აქვს ბევრი სხვა მცირე დასანქცირებული კომპანია, რომლის მეშვეობით რუსეთი ნავთობის ექსპორტს მაინც შეძლებს. ლუკოილის და როსნეფტიც რეექსპორტის ახალ ლოჯისტიკურ ჯაჭვებს იპოვებენ, მაგრამ მართალია ეს უფრო ძვირად დაუჯდებათ. უფრო ეფექტიანი იქნებოდა ინდოეთის და ჩინეთის მიერ უარეს თქმა რუსული ნავთობის შესყიდვებზე, რაზეც ტრამპის ადმინისტრაცია როგორც ჩანს მუშაობს, მაგრამ ისინიც მე ამ ნავთობს რეექსპორტი შეძენას სავარაუდოდ შეძლებენ. ასევე მნიშვნელოვნად გვესმოდეს, რომ უკრაინისთვის სანქციების პაკეტი ვერ ჩაანაცვლებს იარაღს. დასანქცირების შედეგად მიღებული ზარალი არ გამოიწვევს დონბასში რუსეთის შეტევის შეჩერებას, რადგან სანქციების ამ პაკეტს გრძელვადიანი შედეგები ექნება. დონბასის ფრონტის ჩამოსვლის შემთხვევაში კი უკრაინა დაკარგავს დონბასის ქალაქ სიმაგრეებს, რის შედეგად რუსეთს გაიხსნება გზა ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვან უკრაინულ ქალაქებზე, დნიპროზე და ზაპოროჟიაზე. ასევე მნიშვნელოვნად გვესმოდეს, რომ ორი საპრეზიდენტო რესპუბლიკის ურთიერთობებში საკვანძო როლს უშუალოდ პრეზიდენტებს შორის ურთიერთობები თამაშობს. ტრამპის შემთხვევაში ემოციურ ფაქტორს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა გააჩნია და ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ როდის მიხდება ტრამპი პირველ რიგში პუტინის მიერ ომის დაწყების მიზეზებს. ანუ რომ ომი გამოიწვია არა ნატოს გაფართოებამ, ან ბაიდენის პოლიტიკამ, არამედ პუტინის მიერ უკრაინის ისტორიული რუსეთის ნაწილად აღქმამ და მისმა დამყრობითმა პოლიტიკამ. აქედან გამომდინარეობს რუსეთისთვის ამ ომში მიზნების რიგი, რომლის მიღწევას პუტინი ცდილობს. ამის გააზრების გარეშე შეუძლებელია რუსეთთან მიმართებით სწორი სტრატეგიული გეგმების შემუშავება. რუსული კომპანიების დასანქცირება იმის ნიშანია, რომ შესაძლოა ტრამპი ამის გააზრებისკენ მოძრაობდეს. და ასეთ შემთხვევაში ტრამპის ემოციურობისა და ექსტრავაგანტურობის გამო შეიძლება ველოდოთ კიდევ უფრო მეტად გამბედავნაბიჯებს რუსეთის წინააღმდეგ, ვიდრე ბაიდენის პრეზიდენტობის დროს. მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ ეს უბრალოდ მორიგი მათრახი არის, რომლის იქით რუსეთის სტრატეგიული მიზნების გააზრება არ დგას. ასეთ შემთხვევაში აშშ-ს და რუსეთის ურთიერთობები ახალ, მაგრამ უკვე ჩვეულ წრეზე წავა. რუსეთის აგრესია, კონფრონტაცია, აგრესორის დაშოშმინების პოლიტიკა და თანამშრომლობა
და კვლავ რუსეთის აგრესია. გამოცდილებიდან და პრაქტიკიდან გამომდინარე, უფრო სავარაუდოა, რომ საქმე სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს.